მოგესალმებით ჩემო კარგებო. ბოდიშს მოვიხდი რომ კარგახანია არ გამოვჩენილ ვარ. სიმართლე გითხრათ, იმდენი აჟიოტაჟია ატეხილი ინტერნეტში, ყველას ვისაც არ ეზარება პოლიტიკოსობაც უნდა, ანალიტიკოსობაც უნდა, წინასწარმეტყველობაც უნდა და რატომღაც დავკარგე ინტერესი ერთა იგივე თემაზე და ერთა იგივე ნოტაზე რომ არ ვიყო სულ ჩაწერილი, უბრალოდ ეხლა ბევრმა თქვენთაგანმა შემაწია რომ თქვენი აზრი გვაინტერესებს ტრამპის ინაგურაციის და ტრამპის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. მოკლედ ესეთი აზრი მაქვს მე და ამ ვიდეოს მინდა სათაური დავარქვა არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. და აგიხსნით ახლა რას ვფიქრობ და რატო ვფიქრობ ესე. 8 წლიანი და იმის წინანდელი კიდე წლები, ობამას დროინდელი და ეხლა 8 წლიანი ობამას დროინდელი წლები, 4 წლიანი ბაიდენის წლები, ეს იყო აი ამერიკის როგორც ქვეყნის ძალიან დამაქცეველი წლები. ბოლო წლებში, როდესაც ბაიდენი იყო სრულიად შეურაცხადი და დიმენციის დაავადებული, ამას დაემატა ის, რომ ძალიან საშინელი კორუფცია და საშინელი ლიბერალური ვოუკიზმი, ასე ვთქვათ, გაბატონდა დემოკრატიულ შტატებში და ამან მიიყვანა ამერიკა იმ საზღვრამდე, რომ ესე იგი შეიძლება ჩახვიდე ნიუ-იორკში მეტროში და აი არაფრიდან უცბად ვიღაცა მოგეჭრეს და ყელი გამოგჭრას, თავში აგური ჩაგარტყას, გიბიძგოს და რელსებში ჩაგაგდოს, ეს არ არის მოგონილი ფაქტები, ეს ფაქტებია ხდება. ხალხი დაიძრა ნიუ-იორკიდან და ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა გადავიდა სხვა შტატებში, ბავშვებიანა გახიზნეს. ასევე კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში საშინელი გაუკითხაობა, მოსაქმება ქუჩაში, მოსაქმება აეროპორტებში, ნარკოტიკების გაკეთება ქუჩაში, ყრიან უსაზღვრო რაოდენობის უსახკაროები და თქვენ თუ გონიათ, რომ დემოკრატიული სატანისტური სექტა შეიძლება მხოლოდ ამითი გაჩერდეს ეკონომიკური დაქცევით და დანგრევით, რა თქმა უნდა, ამას ემატება ხანძრები, ამას ემატება გაუთვალისწინებელი წყალდიდობები, რომლებიც 5 და 6 წლის განმავლობაში იყო მოსალოდნელი, რომ LA-ს დაეტაკებოდა ესეთი სტიქია და მას ვერ გაუმკლავდებოდა, რადგან მიშვებული იყო ყველაფერი. თქვენ მეტყვით, რომ რა და მოკლედ ისეთ მდგომარეობაში არის ამერიკა ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, რომ იყო შემოსევა არალეგალური ემიგრანტების და საერთოდ შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა ამერიკაში. ამან გამოიწვია უამრავი კრიმინალური დაჯგუფებების შემოსევა ქალაქებში და როგორც გითხარით, დიდ ქალაქებში არის საშინელი მდგომარეობა, მოტაცებები და მკვლელობები და მთელი ამბები. მოკლედ, ყოველივე ამის ფონზე თელმა 75-80% ამერიკელებისა, თქვენ გინდა ისე იძახეთ და გინდა ასე იძახეთ, მიცა ხმა ტრამპს, ახალგაზრდა ხალხით, რომ არასდროს არ მიუღიათ მონაწილეობა არჩევნებში, წელს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ეხლა რა მინდა გითხრათ. მე ერთ-ერთ ჩემ ვიდეოში ვისაუბრე, რომ არის სხვადასხვა გლობალისტური დაჯგუფებები.
ეს გლობალისტური დაჯგუფებები, იოლად შემიძლია ასე ჩამოვაყალიბო, ეს არის დემოკრატები, ლიბერალები, ომების პარტია, რომლებსაც აქვს თავიანთ დაქვემდებარებაში CIA, FBI სამხედრო კომპლექსი და ამ პარტიას აწყობს ომები. ამ ომებზე ესენი მდიდრდებიან და ამ პარტიას აქვს ძალიან ასევე სატანისტური იდეოლოგია. ისინი საერთოდ არიან ძალიან ისეთ კლანებში გაწევრიანებული, ნამდვილ სატანისტურ კლანებში, რომლებსაც ასევე ეთაყვანება ჰოლივუდი და პოპკულტურა და სხვადასხვა შოუ ბიზნესის წარმომადგენლები. თქვენ ყველამ იცით, ეს არის ეს კლანი, რომელიც ობამა, კლინტონები და ბაიდენები სისხლიან ფულით მდიდრდებიან. მეორე კლანი, რომელსაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტრამპი, ეს არის ბიზნეს ტექნოკრატიული კლანი. ამ ბიზნეს ტექნოკრატიულ კლანში რა ხდება ახლა? ტრამპი არის ძალიან ამბიციური ადამიანი და ის არის ლიდერი. ამ ამბიციურ ადამიანს ნამდვილად ეხა სურს, რომ მსოფლიოს დაანახოს, რომ ამერიკის დიდება აღსდგება. მე თქვენ მინდა გითხრათ, როდესაც თქვენ საუბრობთ და პოსტებში აყალიბებთ, რომ ამერიკა არის დამპყრობელი, ამერიკა არის სხვა ქვეყნებში, მოდით განვაცალკევოთ, რა ამერიკაზე ვსაუბრობთ. ის ამერიკა, რომელიც ამ ობამების და ბაიდენების და კლინტონების გლობალისტური მმართველობის ქვეშ იყო, ის გლობალისტური მმართველობა ამერიკასაც ზუსტად ისე ექცეოდა, როგორც ის ექცევა ინგლისს, როგორც ის ექცევა სრული ნაციონალისტური იდეოლოგიის მოწინააღმდეგე გლობალისტური პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, როდესაც ტრამპი მოვიდა ახლა სათავეში, მას აქვს ეს იდეა, რომ ნაციონალისტურ იდეოლოგიას მოამძლავრებს და ეს იქნება მხოლოდ ბიზნესისა და მოწინავე ლიდერად ამერიკის გამოჩენით. ეს არის სრული იგივე იმპერიული იდეოლოგია, რომელიც ეს იმპერიული იდეოლოგია ჰქონდა, არ ვიცი მე, ჩინგისხანიდან დაწყებული, რომის იმპერიით და ნაცისტური იმპერიით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, ეს დიდი, იმიტომ დავარქვი ამ ვიდეოს არც ისე წვიმს, როგორც ქუხს, იმიტომ რომ ეს დიდი უზარმაზარი გამოთქმები, რომ ჩვენ მარსზე გავფრინდებით და ჩვენ კიბოს დავამარცხებთ და ჩვენ 500 მილიონს AI-ის განვითარებაში ვდებთ, ოქროს ხანა დაიწყო, ეს არის ყველაფერი ნათქვამი და გააზრებული და გააფიშირებული მსოფლიომ რომ დაინახოს, რომ ახალი იმპერატორი ყავს ამერიკას და ახალი იმპერია, ახალი ძალებით იქნება შექმნილი, რომელიც ეს იმპერია ისევ იქნება გეგემონი მსოფლიო ლიდერობისა. ეხლა მინდა გითხრათ AI-ზე და მარსთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ტრამპი არის ბიზნესმენი და არის მისი თავარი ბიზნესი, სანამ პოლიტიკაში შევიდოდა, იყო ტელე გადაცემა, სადაც ის ამ ბიზნეს და უძრავი ქონების იდეებს და მენეჯერობის იდეებს აღვივებდა. რა ხდება? ის არის TV პერსონა, ტელეპერსონა, ის არის ბიზნესმენი, ეხა ის არის პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, მისი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკის და ფულის გაკეთება. მარტო
ამერიკისთვის კი არ აინტერესებს თავისთვის. აქედან გამომდინარე პარასკევს სანამ ინაugurაცია იქნებოდა, მან გამოუშვა უკვე ტრამპ კოინი. ამას მოყვება კიდე ბევრი კოინები. ის და მისი მთელი შვილები და სიძეები და ყველა მისი კაბინეტში მდგომი ხალხი არის ბიტკოინების და კოინების ძალიან დიდი მომხრე და ნელ-ნელა ამ კოინების გამოჩცემით და გამოაშკარავებით რაღაც ეტაპზე გადავიყვანს ამერიკას ელექტრონულ კოინის სისტემაში. ეხლა რა მინდოდა მე თქვა, ჩაწერილი მქონდა აქ პატარა ჩემთვის ნოტები. მე ესე მგონია, რომ ტრამპის ერა, ესე მალე არ დამთავრდება, ტრამპის ერას მოყვება მეორე არჩევნებში 4 წელიწადში ახალი ტრამპის თანამებრძოლის გამოვლენა მე მგონია, რომ ეს იქნება ან პრემიერ-მინისტრი, ან ივანკა ტრამპი, ან მაგის შვილი, არ ვიცი ზუსტად რა ასაკის არის, მაგრამ ძალიან საეჭვოდ აყენებენ მაგის შვილს სულ ტრამპის გვერდზე, ბარონი, რომლის სახელიც ძალიან არ მომწონს, ბარონი, თქვენ თვითონ იცით რას ნიშნავს. და სახის გამომატყურებაც ძალიან მაძლევს იმის ეჭვებს, რომ შეიძლება ბარონი 2028-ში თუ არა და მაგის შემდეგი მოვიდეს და ის იყოს ზუსტად ის ადამიანი ჭყალებში, რომელსაც თქვენ ყველა ესე ძალიან სამწუხაროდ ველოდებით, ყველა ველოდებით სამწუხაროდ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს 4 წელი აუცილებლად გაგრძელდება 4 კიდე წლით და ასე მგონია, რომ ან ივანკა ტრამპი, ან ბარონი, ან პრემიერ-მინისტრი იქნება შემდეგ ეტაპზე პრეზიდენტად და რა მგონია ეხლა ყველაფერს, რასაც ესენი აჟღერებენ, ამას ყველაფერს ძალიან დიდი აზრი აქვს. ის რომ მარსი იყო რამოდენიმეჯერ გაჟღერებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ მარსზე ესენი გვეტყვიან, რომ ჩვენ გავუშვით თანამგზავრი, იქ რაღაცები ვნახეთ, იქ რაღაცები გაიხსნა, მერე უკარო ვრუნდებოდით ვიღაცები დაგვედევნა და უიმე, თურმე სხვა ცივილიზაციები ყოფილა და შევეხალეთ და გავაბრაზეთ ახლა სხვა ცივილიზაციები და შეიძლება ისინი შემოვიდნენ და დაგვესიონო. ესეთი იდეები იქნება და მე ესე მგონია, რომ რაღაცა გამომჟღავნება სხვა ცივილიზაციებთან, რომ ომები გვაქვს, ეს 2028-ში შეიძლება დაისახოს, მაგრამ 2024-დან დაწყებული ეს ამის ცირკულირება ინაპლანეტიანების, ასე ვთქვათ, ბუდიშით რუსულ სლენგზე, ცირკულირება აუცილებლად იქნება. ეხლა AI-ს და ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება, ამას წინათ უსმენდი ინტერვიუს ChatGPT არის ესეთი ხელოვნური ინტელექტი და ამ ხელოვნური ინტელექტის კოდის დამწერი ადამიანი 26 წლის კაცი იპოვეს მოკლული სახლში და ეს მკვლელობა მოხდა იმის შემდეგ, რაც ეს ადამიანი გამოვიდა იმის წინააღმდეგ, რომ ხდება ადამიანები ჩვენი ყველი სრულიადი ინფორმაციის ხელოვნურად და არაკანონიერად მოპოვება და ChatGPT-ში შეყრა. ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი, რომელზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა, თავისით ვერაფერს ვერ იგონებს. მას უნდა მიეწოდოს და ინფორმაცია უნდა ჩაიტვირთოს მასში. დღევანდელ ChatGPT-ს ქართულად რო ვკითხე რამოდენიმე კითხვა, მითხრა, რომ მას არ აქვს ქართული ინფორმაცია და არ იცის და არ ესმის ქართული. არის ქართული GPT, არის რუსული GPT, ChatGPT, ხელოვნური ინტელექტს რა ინფორმაციაც რა ენაზეც ჩაეტვირთება, ის მერე გადამაშევდება და ერთადერთი ხელოვნური ინტელექტი ეხა იმითი არის ესე განვითარებული და ქვეყნები ცდილობენ, რომ უფრო და უფრო მეტად განვითარდეს,
რადგან აი ამ კვანტურ კომპიუტერებს, რომელიც ახლა ახალი კვანტური კომპიუტერებია და ძალიან დიდი სიძლიერის კომპიუტერებია და ამიტომ ამ დიდი სიძლიერის კომპიუტერებს სჭირდება საოცრად ბევრი ელექტროენერგია, რომლის ელექტროენერგიის მოპოვებაზეც ტრამპმა ისაუბრა. აი ეს კვანტური კომპიუტერი გაერთიანებული ხელოვნური ინტელექტის ინფორმაციის გადამუშავებაში, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო მეტ ინფორმაციას ამუშავებს და კომპიუტერისა არ იყოს. ჩვენ შეგვიძლია კომპიუტერზე ვისწავლოთ კომპიუტერით, შეგვიძლია უყუროთ პორნო ფილმებს და გავხდეთ დამოკიდებული ფსიქოლოგიურად პორნო ფილმებით. შეგვიძლია ვიმეცადინოთ და განვითარდეთ კომპიუტერით, ან შეგვიძლია მაფიაში ჩავერთოთ და ტრაფიკინგში და უბედურებაში. აგურით შეგვიძლია ავაშენოთ სახლი და შეგვიძლია ჩავარტყათ ადამიანს თავში და მოუკვდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ხანაში, როდესაც ხდება რესტრუქტურიზაცია მსოფლიო გონის, რესტრუქტურიზაცია ფულის, რესტრუქტურიზაცია კლანების, რესტრუქტურიზაცია გლობალისტური მსოფლიო ფლობელობის. აქედან გამომდინარე, ამ პროცესებს ვერ შევაჩერებთ ჩვენ. იმიტომ დაუკარგე აზრი Facebook-ზე შემოსვლისა და ამდენი ინფორმაციების ჩაწერისა, აი ახლა გეტყვით რატო. კორონას დროს და კორონას შემდეგ ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს ახალი ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელსაც ქვია უჰორიზონტობა. უჰორიზონტობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც იღვიძებს ღმერთის ქმნილება, მას უნდა ქონდეს ჰორიზონტი. ჰორიზონტი უნდა იყოს შვილებს გავზდი, კარგ ადამიანებად, მივცემ განათლებას, განათლება მიცემს მათ ხელსამუშაოს, სამუშაო მიცემს მას დაფინანსებას და ისინი ისევ გამრავლდებიან და ეხა მეყოლება შვილიშვილები. როდესაც ადამიანი იღვიძებს სამი შვილის დედა და მას ჰორიზონტი არ გააჩნია, იმიტომ რომ ის ხვდება, რომ ჩვენ ვართ გლობალისტურ წინა ჟამი მეორედ მოსვლისა, მაგრამ ამას ყველა ქრისტიანი უკვე დიდი ხანია ხვდებოდა, მაგრამ როდესაც ამდენ ფაქტებს ვაწყდებით და ჩვენ ჰორიზონტი გვეკეტება როგორც ნათელი მომავალი, ადამიანს ემართება დეპრესია, ემართება სასოწარკვეთილება და როდესაც კოვიდის დროს ხალხი აი ამაში ჩაეფლო, პოსტტრაუმატული სტრესი არ გასულა ჯერ. ადამიანებს შეეცვალათ სრულიად მენტალიტეტი, შეეცვალათ ჰაბიტუსები, შეეცვალათ დამატებული კიდე ამას ვაქცინაციები, შეეცვალათ სრულიად ცხოვრების შესაძლებლობა ფსიქიურად. აქედან გამომდინარე, როდესაც ყოველ დღე ხდება ცაიტნოტის პირობებში ცხოვრება, მაღალი კორტიზოლის გამოყოფა ტვინში, როდესაც ადამიანი იღვიძებს 1 თვის, 2 თვის, 5 თვის და 10 თვის განმავლობაში ჰორიზონტის გარეშე, ეს ანგრევს ცივილიზაციებს. და ჩვენ რო ვიძახოთ, რომ აი ტრამპი მოვა და ეხა ეს იქნება ანტიქრისტის მოყვანა შემდეგ წელს, ან ეხა აი რა მნიშვნელობა აქვს ანტიქრისტე მოახდენს ჩვენზე გავლენას და ჩვენ მოგვერევა ჰორიზონტის ამოშთობის შედეგად, როდესაც ისეთ სასოწარკვეთილებაში მივალთ, რომ აღარა გვაქვს სურვილი არც განვითარდეთ, არც მეგობრები მოვიკითხოთ, არც ერთმანეთთან მივიდეთ, მოვიდეთ, მხოლოდ სახში უნდა ჩავიკეტოთ, სკროლოთ და ვიყოთ დამოკიდებული ნეგატიური ინფორმაციაზე. თუ ვიცხოვროთ ქრისტიანულად, ვეზიაროთ, მოусმინოთ ხალხურ სიმღერას, გაუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული, არ მოვექცეთ პაპილომა აცრების ქვეშ, უაზრო დამარღვეველი აცრების ქვეშ, ინფორმაციული ნეგატივობის ქვეშ, არ ვეჩხუბოთ მოყვას ცოლს, ქმარს, დედამთილს, შვილს, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, როგორ ფიქრობთ, ესეთი ტიპის ინფორმაცია უფრო გადაავადებს
ანტიქრისტის გამოჩენას, თუ უფრო მოაახლოვებს, როდესაც ვიქნებით სრულიად შიშისა და ნეგატივობის ჩათრეული ქვეშ. აქედან გამომდინარე, პროცესები აუცილებლად მაინც იქით მიდის, საიდანაც უნდა წავიდეს, რასის სწრაფით მიდის და როგორ მაგას ხედავთ და დავინახავთ. მე ჯერ კიდევ მგონია, რომ ტრამპის ქმედებებში და მის ინაგურაციის გამოსვლაში იყო ძალიან დიდი პათოსი, რომ მსოფლიოსთვის დაენახები და რომ როგორც ვთქვი, ახალი იმპერატორია არჩეული და ახალი იმპერია, ძველი იმპერია ჯერ კიდე არ დანგრეულა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოიკვეთება ის მიმართულებები, რომ ტექნო ბიზნეს კრატია იქნება ამოქოქილი და ნაციონალისტური ეგიდის ქვეშ იქნება რაღაც ცვლილებები, რა თქმა უნდა. მე მგონია, რომ სანამ დიდი მოვლენები დაიწყება და სანამ მართლა დავინახავთ ის თუ ვინ არის ანტეს წინამორბედი, უნდა მოხდეს შემდეგი რამ, უნდა გამოცხადეს ქრისტიანული რელიგია სახელმწიფო რელიგიად. ეს არ ვიცი ხა ქრისტიანული რელიგია იქნება თუ ახალი რელიგია იქნება ქრისტიანობის ეგიდით, მაგრამ უნდა გამოცხადეს სახელმწიფო რელიგიად. აქედან გამომდინარე, ასევე უნდა გავიგოთ ჩვენ ბევრი ხმები, ბევრი მესიჯინგი და ბევრი სუბლიმინარული, ესეთი ტექსტები და ვიდეოები და ფილმები და მუსიკები და გაერთიანება ხელოვნების და პოლიტიკის ამ ქრისტიანული ერთობლივი რელიგიის ეგიდით. ეს აუცილებელი წინაპირობაა. ასევე აუცილებელი წინაპირობაა რაღაცა ისეთი მოვლენა, ეს თუ მესამე მსოფლიო ომის საშიშროება არ არის, აუცილებლად იქნება ტრანსპლანეტური შემოჭრის და თავდასხმის საშიშროება. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ესეთ ცივი გონებით ვდგები ამ ტრამპის ისეთ ძალიან ხმამაღალ და ისეთ უმახიან პროექტებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვე ტექსტი, მაგრამ მე მგონია, რომ ჯერ კიდე ეს 4 წელი იქნება შოუ. მერე ვნახოთ კიდე რა იქნება ამ 4 წლის შემდეგ. არ ვიცი, მეთანხმებით, არ მეთანხმებით, იზიარებთ ჩემს არს თუ არა, მაგრამ გამოვყავი დრო და ჩემი აზრი გაგიზიარეთ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.